გამარჯობა. ამ ვიდეოში ვისწავლით არაწესიერი ზმნების წარმოებას და საერთოდ რა არის არაწესიერი ზმნა. ამიტომ სანამ გაკვეთილზე გადავიდოდეთ, მანამდე ორი სიტყვით გეტყვით, რომ ინგლისურში არის არაწესიერი და წესიერი ზმნა. წესიერი ზმნები არის ჩვეულებრივი ზმნები, რომლებიც მხოლოდ სუფიქსის ბოლოში სუფიქსის დამატებით შემოიფარგლებიან, ხოლო არაწესიერი ზმნები ზოგჯერ და როგორც წესი, არაწესიერი ზმნები იცვლიან ფორმას და საერთოდ ვერ მიხვდები, რომ შეიძლება ის იგივე მნიშვნელობას ატარებდნენ. ანუ საერთოდ სხვა სიტყვად გარდაიქმნებიან, ასე რომ ვთქვათ. ამიტომ გადავიდეთ ჩვენს პირველ არაწესიერ ზმნაზე, რომელიც არის go. Go არის წასვლა. Goes აქვს რა თქმა უნდა, go არის არაწესიერი ზმნა და შემდეგნაირად იწარმოება. Go, went და gone. Go, went, gone. სამივე არის ერთი და იგივე სიტყვა, უბრალოდ სხვადასხვა დროში სხვადასხვას ვიყენებთ. მაგალითად, I go to school every day. Goes, ანუ პირველ ვარიანტს არაწესიერი ზმნისას ვიყენებთ მაშინ, როდესაც ზოგად თემაზე ვსაუბრობთ, რაც ყოველ დღე რუტინულად ხდება. I go to school every day. მე სკოლაში ყოველდღე დავდივარ. I go to school and I go to work ანუ სამსახურში every day, ყოველდღე. მე ყოველდღე დავდივარ სამსახურში, სკოლაში, პარკში და ასე შემდეგ. შემდეგი ვარიანტი არის went. Yesterday I went to the park. ნახეთ, აქ გვაქვს წარსული დრო მოცემული. Yesterday არის გუშინ, ანუ ეს უკვე მოხდა. დრო არის დაკონკრეტებული და არის წარსული დრო. Yesterday, გუშინ, I went to the park. მე ვიყავი პარკში. I go to the park იქნება მე მივდივარ, ან მე დავდივარ პარკში. ხოლო I went to the park არის მე ვიყავი, წავედი პარკში. გუშინ მე პარკში წავედი. იმედია მიუხვდით, რასაც ვამბობ, კიდევ უკვე სხვაზე რო გადავალთ, უფრო კარგად გავიაზრებთ. შემდეგი, ანუ მესამე სიტყვა, ნაწილი, ასე რომ ვთქვათ, ამ არაწესიერი ზმნის არის gone. Gone. She has gone to the store. She has gone. არის ის მაღაზიაში წავიდა. ანუ ნახეთ, აქ უკვე მთავარი სპეციფიკა არის, რომ დრო არ არის დაკონკრეტებული. ანუ როდის წავიდა, არ ვიცით. უბრალოდ წავიდა ოდესღაც, წარსულში ვიცით, რომ წავიდა, მაგრამ როდის წავიდა, არ ვამბობთ. შეიძლება ვიცით და არ ვამბობთ, ან შეიძლება არ ვიცით და არ ვამბობთ. არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, რომ არ არის მოცემული დრო. ამიტომ she has gone to the store. ის მაღაზიაში წავიდა. ეხლა გადავიდეთ შემდეგზე და იმედი მაქვს უკეთესად გავიგებთ. შემდეგი არის eat. Eat არის ჭამა, მირთმევა. Eat, ate და eaten. Eaten. ნახეთ, eat, ate და eaten. განვიხილოთ, როდის რას ვიყენებთ, როდის რომელ არაწესიერ ზმნას ვიყენებთ. Eat, ანუ I eat breakfast every morning. მე ყოველდღე ვსადილობ. I eat breakfast every morning. ანუ მე ყოველდღე ვჭამ დილას საუზმეს. ნახეთ, every morning, every afternoon, every Saturday, თუ რაც იქნება every, როდესაც არის მოცემული, არის რუტინული და ზოგად თემას წარმოადგენს. ამიტომ მე ყოველდღე ვჭამ და ამიტომ ვიყენებთ eats, პირველ ნაწილს არაწესიერი ზმნისას. შემდეგი არის ate. Eat, ate, eaten, ხომ გვაქვს? მეორე ნაწილს ვიყენებთ წარსულ დროში, ანუ ate. Ate არის რაღაც, როდესაც წარსულში მოხდა, წარსულში მე ვჭამე. He ate pizza for lunch yesterday. მან შეჭამა პიცა ლანჩზე, გუშინ, რაც თავარია, yesterday, გუშინ ate. He ate pizza yesterday. მან პიცა გუშინ შეჭამა. ამიტომ ვიყენებთ ate. Ate არის წარსული დრო. მესამე არის eaten. Eaten, როგორც უკვე აღნიშნე, აქ დროს არ ვასახელებთ, უბრალოდ ვამბობთ, რომ they have eaten all the cookies.
მათ ყველა ორცხობილა შეჭამეს. წარსულში უკვე მოხდა ეს უკვე შეჭმულია, უბრალოდ დრო არ გვაქვს დასახელებული. They have eaten all the cookies. მათ ყველა ორცხობილა შეჭამეს. შემდეგი არის have. Have, had, had. ნახეთ აქ როგორი შემთხვევა have-ს აქ ორი ნაწილი ხო აქვს, have-ის გარდა ორ სხვა დროში გამოსაყენებელი სიტყვა. ორივე არის had. არ ვიცით, ანუ had გვინდა რომ გამოვიყენოთ ორივე დროში, უბრალოდ სწორად უნდა გამოვიყენოთ. I have მაგალითად I have a dog. მე მყავს ძაღლი. I have a dog. უბრალოდ მე მყავს ძაღლი. შემდეგ she had a cat when she was a child. ნახეთ, მას ყავდა კატა, როდესაც ის პატარა იყო. ბავშვობაში მას ყავდა კატა. წარსულში ყავდა კატა, ამიტომ ვიყენებთ had-ს და არა have-ს. She have რო იყოს, იქნებოდა მას ყავს ზოგადად კატა. ანუ იმიტომ ვიყენებთ had-ს, რომ მას ბავშვობაში ყავდა კატა და არა ახლა. შემდეგი, ანუ მესამე ნაწილი არის we have had lunch already. We have had ჩვენ გვქონდა უკვე ლანჩი, მაგრამ არ ვასახელებთ დროს already. ანუ უკვე გვქონდა ლანჩი, ჩვენ უკვე ვისადილეთ, უпростоრად. შემდეგი არაწესიერი ზმნა არის see. See არის ნახვა. See-ს აქვს ორი სხვადასხვა ზმნა, ეს არის see, saw და seen. See, saw, seen. ასე ითქვეს. პირველი განვიხილოთ. I see a bird in the tree. ხეზე ვხედავ ჩიტს. I see a bird in the tree. მე ვხედავ ჩიტს ხეზე. ნახეთ, მე ზოგადად არც დროს ვასახელებ არაფერს, უბრალოდ ვამბობ, რომ ვხედავ ჩიტს ხეზე. მეორე ნაწილი ეს არის saw და saw-ს ვიყენებთ, რა თქმა უნდა, როგორც უკვე ბევრჯერ აღვნიშნეთ, წარსულ დროში. მაგალითად, she saw a rainbow yesterday. She saw a rainbow yesterday. ნახეთ, ყველაზე მნიშვნელოვანია yesterday. ვინაიდან yesterday არის გუშინ, ეს არის უკვე წარსული დრო. დროც დაკონკრეტებულია შესაბამისად და ვიყენებთ ამიტომ saw-ს. მან დაინახა ცისარტყელა გუშინ. და მესამე ნაწილი არის seen. Seen-ს ვიყენებთ მაშინ, როდესაც დრო არ გვაქვს დაკონკრეტებული, ანუ როდის მოხდა არ ვიცით, უბრალოდ ვიცით, რომ ეს უკვე წარსულში მოხდა. იმედია მიმიხვდით, რასაც ვამბობ. He has seen this movie before. ნახეთ, he has seen. მას აქვს ნანახი, მან უკვე ნახა this movie, ეს ფილმი before, მანამდე. მან ეს ფილმი ადრე უკვე ნახა. თუმცა არ ვიცით როდის, მაგრამ უკვე ნახა, წარსულში მოხდა. He has seen this movie before. შემდეგი არის take. Take, took და taken. Take-ის პირველი ნაწილი განვიხილოთ, ეს არის I take the bus to work every day. I take the bus. ანუ მე ავტობუსს მივყვები სამსახურამდე ყოველ დღე. Every day. ნახეთ, რუტინას რომ ვახსენებ, არაწესიერი ზმნების ყოველთვის პირველი ნაწილი გვხდება ხოლმე. Take. ანუ ჩვეულებრივი, როდესაც ვიყენებთ საუბრისას. I take the bus to work every day. აი უკვე წარსულში რასაც ვიყენებთ, არის took. Took. He took a photo of the sunset. He took a photo of the sunset. მან მზის ჩასვლის სურათი გადაიღო. გადაიღო უკვე რაღაცა და ამიტომ არის წარსული დრო. ნახეთ, უკვე ფოტო გადაიღო და took a photo, ამიტომ გამოვიყენებთ took-ს და არა take a photo. Take-ს გამოვიყენებდით მაშინ, როდესაც ვეუბნებით, ხომ? Take a photo. ვეუბნებით, რომ გადაიღეს სურათი და აქ გვაქვს მოცემული, რომ მან უკვე გადაიღო მზის ჩასვლის სურათი.
და taken არის მესამე ამ არაწესიერიზმის და she has taken my pen by mistake. She has taken my pen by mistake. ანუ მან შეცდომით ჩემი კალამი აიღო. მან შეცდომით ჩემი კალამი აიღო. She has taken my pen by mistake. როდესაც ვიღაცას ვეუბნებით, რომ she has taken my pen by mistake. შეცდომით ჩემი კალამი აიღო. არ ვიცით, როდის აიღო, უბრალოდ მან უკვე აიღო და წარსულში მოხდა ეს მოქმედება, ამიტომ ვიყენებთ taken. შემდეგი, ანუ ჩვენი მეექვსე არაწესიერიზმნა არის make. Make არის რაღაცის გაკეთება. Make, made და made. Made გამოიყენება უკვე წარსულ დროებში, ხოლო make ჩვეულებრივ რუტინულ და ყოველდღიურ საუბრებში აწმყო დროებში. მაგალითად, I make a cake every weekend. I make a cake every weekend. მე ყოველ შაბათ-კვირას, ასე რომ ვთქვათ, weekend-ზე ვაცხობ ნამცხვარს. I make a cake every weekend. მე ყოველ შაბათ-კვირას ვაცხობ ნამცხვარს. შემდეგი არის made, რომელსაც წარსულ ფორმაში ვიყენებთ, წარსულ დროში ბოდიში. She made a beautiful painting yesterday. She made a beautiful painting yesterday. ნახეთ, yesterday, გუშინ. მან ლამაზი ნახატი დახატა გუშინ. She made a beautiful painting yesterday. და მესამე არის უკვე made, ისევ made არის უბრალოდ უნდა გავარჩიოთ ხოლმე დაკონკრეტებული არის დრო თუ არა. იდეაში დაწერის დროს ვერავინ ვერ მიხვდება რომ ჩვენ შეგვეშალა თუ არა რამე, მაგრამ საუბრის დროს უნდა მივხვდეთ. They have made a big mess in the kitchen. მათ სამსაროლოში დიდი არეულობა დატოვეს, ასე რომ ვთქვათ, გააკეთეს. They have made a big mess in the kitchen. მათ სამზარეულოში დიდი არეულობა დატოვეს. არ ვიცით როდის, მაგრამ წარსულში მოხდა და ამიტომ გამოვიყენებთ made-ს და არა makes. და მეშვიდე არის write. Write არის რაღაცის დაწერა. წინადადებაში განვიხილოთ პირველივე და შემდეგ გადავიდეთ შემდეგ ორ ნაწილზე. ანუ write, wrote და written. Wrote და written არის წარსული დროების. მაგალითად, I write emails every morning. ყოველ დილას ვწერ email-ებს. გადავიდეთ wrote-ზე, რომ და განვიხილოთ წინადადებაში. He wrote a letter to his friend last week. გავამახვილოთ ყურადღება ამაზე. Last week. ანუ გასულ კვირას he wrote, ანუ მან დაწერა დაუწერა წერილი მის მეგობარს გასულ კვირას. He wrote a letter to his friend last week. მივხვდით ხომ? Wrote-ს ვიყენებთ იმიტომ, რომ უკვე წარსული დროა და წარსულ დროში უნდა გამოვიყენოთ არაწესიერიზმის მეორე ნაწილი. და მესამე არის written. She has written a story for school. მან სკოლისთვის მოთხრობა დაწერა. მან უბრალოდ მოთხრობა დაწერა სკოლისთვის და არც დრო გვაქვს მოცემული, არც არანაირი სხვა დეტალი. She has written a story for school. მან სკოლისთვის დაწერა მოთხრობა. თუმცა არ ვიცით როდის, უბრალოდ ვიცით ის, რომ უკვე დაწერილი აქვს მოთხრობა და ამიტომ ვიყენებთ written-ს. ამას ვიმეორებ ყველა ნაწილზე, რომ მივხვდეთ და კარგად გაგვიჯდეს. მერვე არის drink. Drink არის დალევა. Drink-ის მეორე ფორმები არის drank და drunk. Drink, drank, drunk. პირველ ვარიანტს განვიხილოთ. I drink water every day. I drink water every day. ანუ მე ყოველ დღეს ვსვამ წყალს. ეს არის ჩვეულებრივი ყოველდღიური მოქმედება, ამიტომ ვიყენებთ ამ არაწესიერიზმის პირველ ნაწილს, ანუ drinks. რაც შეეხება მეორე ნაწილს, უკვე წარსულ ფორმას, არის drank. He drank coffee this morning. ამ დილით, ეს უკვე დაკონკრეტებული გვაქვს, ამ დილით მან ყავა დალია.
მან ამ დილით ყავა დალია. ანუ drank, იმიტომ რომ ამ დილით მოხდა მოქმედება, ეს უკვე წარსულში მოხდა, ანუ თუნდაც ერთი წუთის წინ რომ მოხდეს, უკვე წარსულს მიეკუთვნება და ვიყენებთ წარსული ფორმის ზმნას, ანუ drank ამ შემთხვევაში, ხო? He drank coffee, ანუ მან დალია ყავა წარსულში. და მესამე, ანუ drink, drank და drunk დაგვრჩა. Drunk არის they have drunk all of the juice. მათ მთელი წვენი დალიეს. ესეც რა თქმა უნდა წარსულში მოხდა, თუმცა ამ შემთხვევაში ვინაიდან დრო არ გვაქვს მოცემული, ამიტომ ვიყენებთ drank. Drink, drank, drunk, ბოდიში. Drunks ვიყენებთ, იმიტომ რომ დრო არ გვაქვს მოცემული და ვინაიდან წარსული დრო არის, ვიყენებთ მესამე ნაწილს არაწესიერი ზმნისას. მეცხრე არის read. Read არის კითხვა. კითხვას აქვს შემდეგი. Read, read, read. Read, read, read. მეორე და მესამე ერთანაირად გამოითქმის და ერთნაირად იკითხება. I read a book every evening. ეს ალბათ მივხვდით, ეს არის პირველი ნაწილი არაწესიერი ზმნის. Read, ანუ ყოველდღე ვკითხულობ წიგნს, გამოდის რომ ეს არის რუტინული ყოველდღიური ქცევა და ამიტომ ვიყენებთ reads, ანუ ჩვეულებრივ პირველ ნაწილს არაწესიერი ზმნისას. უკვე მეორე და მესამეს ვიყენებთ წარსულ ფორმებში. She read a story for her little brother yesterday. ნახეთ, ისევ გვაქვს წარსული დრო yesterday, ამიტომ ვიყენებთ read-ის მეორე ფორმას reads. She read a story to her little brother yesterday. და მესამე, he has read many books about history. მას წაკითხული აქვს ბევრი წიგნი ისტორიის შესახებ, ისტორიაზე. აქ დრო არ გვაქვს მოცემული, როგორც სხვა შემთხვევებში წარსული არის, უბრალოდ კონკრეტული დრო არ გვაქვს. მაგალითად, ხო შეიძლება რომ მან წაიკითხა წიგნი გუშინ ისტორიაზე იყოს, თუმცა არა. ვიცით რომ უბრალოდ წაკითხული აქვს ისტორიაზე წიგნები, მაგრამ დრო არ არის დაკონკრეტებული როდის წაიკითხა. ამიტომ ვიყენებთ მესამე ფორმას. და ბოლო და რა თქმა უნდა ამაზე სხვა ძალიან ბევრი არაწესიერი ზმნა არის ზოგადად და სხვა ვიდეოებსაც ჩავწერთ. ანუ რამდენიმე ნაწილი ექნება ამ ვიდეოს, თუ რა თქმა უნდა მოგეწონებათ და გამოხმაურება ექნება. მეათე არის run. Run არის გაქცევა. Run, ran, run. სამი არის ესეთი run, ran და run. ხმოვნებში არის განსხვავება run, მეორეში e იქნება, ანუ ran და მესამეში ისევ a, run. პირველი იქნება I run in the park every morning. მე ყოველ დილით პარკში დავდივარ. ალბათ მივხვდით, რომ რუტინული ყოველდღიური ქცევა, ამიტომ I run in the park every morning გამოვიყენებთ პირველივე ზმნას run. ჩვეულებრივ ზმნას, რომელსაც ვიყენებთ ხოლმე საუბრისას ყოველდღიური აწმყო დროის გამოსახატად. He ran a marathon last year. ნახეთ, he ran a marathon last year. Last year არის გასული წელი. შარშან. შარშან მან მარათონზე ირბინა. ანუ მარათონზე რახან შარშან ირბინა უკვე წარსული დროა და მეორე ნაწილს ვიყენებთ არაწესიერი ზმნისას. უკვე ეხლა გადავიდეთ მესამეზე და ეს არის she has run 5 kilometers today. ეხლა აქ რა ხდება? ალბათ კითხვა გაგეჩნდებათ, რომ აქ რო დრო არის მითითებული ზმნის მესამე ფორმას რატომ ვიყენებთ? ზუსტად ამ ეს მინდა რომ აგიხსნათ. მაგალითად, როდესაც დრო გვაქვს მითითებული, აი მაგალითად today, ანუ დღეს, ან მაგალითად this week, ამ კვირას, ან this year, ამ წელში, ამ წელიწადს.
რაც არის მთავარი არის ის, რომ როდესაც ქმედება იმ პერიოდში ხდება, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება და არ დასრულებულა, მაგალითად, როგორც უკვე გითხარით, დღეს, ამ კვირას, ამ წელს, ამ საათში, ამ წუთში, ყოველთვის ვიყენებთ ზმნის მესამე ფორმას. ანუ run, ანუ მესამე ფორმას ვიყენებთ. აი, ამ წინადებაში ხომ გვაქვს მოცემული she has run 5 kilometers today. ანუ ეს მოქმედება ჯერ ისევ არ დასრულებულა, ან ვიყენებთ იმიტომ, რომ დღევანდელი დღეც არ დასრულებულა. ანუ რაღაც კავშირში უნდა იყოს ეს კონკრეტული ზმნა ახლანდელ ამ წუთთან. ანუ საუბრის დროს უნდა იყოს რაღაც კავშირში ის მოქმედება. აი მარტივად რომ მივხვდეთ, she ran 5 kilometers this morning. ამ დილით ირბინა 5 კილომეტრი. ანუ ამ დილით ირბინა და ეხა უკვე საღამოა. რადგან უკვე საღამოა და დილა გავიდა, ამიტომ ვიძახით რომ ran და ეს დილა დამთავრდა და შესაბამისად წარსულში მოხდა ეს მოქმედება. სულ ეს იყო ჩვენი გაკვეთილი დღეისთვის. იმედი მაქვს რომ მოგეწონებათ, საკმაოდ დიდი გამოვიდა, თუმცა ვეცადე რომ მაქსიმალურად სწრაფად და მარტივად ამეხსნა. სინამდვილეში ძალიან რთული და კომპლექსური არის არაწესიერი ზმნები და დიდი ხანი სჭირდებათ ხოლმე სტუდენტებს რომ ისწავლონ. თუმცა რამდენჯერმე თუ გადაავლებთ თვალს და შეეცდებით რომ ხშირად იმეოროთ, რა თქმა უნდა გაგიმარტივდებათ, მით უმეტეს ვეცადე რომ ყველაზე მარტივად ამიხსნა. მადლობა რომ გიყურეთ კიდევ ერთხელ, დროებით შემდეგ გაკვეთილობთ.